გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. სამგორის რაიონიდან ეგრეთ წოდებულ სამხედრო დასახლებაში ვარ, სადაც ძალიან მაგარი პარკის პროექტი ხორციელდება. ანდრია ბასილაი არის ჩემთან ერთად, რომელიც ახლა უფრო დეტალურად გვეტყვის პროექტთან დაკავშირებით. სიდიდით ეს იქნება მეორე პარკი, ხო? დედაქალაქის პირველი თემკისხევი ვაკის პარკი და მესამე 16 ჰექტარი არის ეს. ძალიან მაგარი არის, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სიახლეები რაც გვაქვს აქ, ეს იქნება ველოტრეკი. დიახ. და პარკურის სივრცე, ხო? ველოტრეკი და პარკურის სივრცე, კი. ხო, გარდა ამისა, სკეით პარკი კეთდება აგერ აქვე ჩვენთან. სკეით პარკი ძაღლებისთვის შესაბამისი სივრცე, გამწვანებული, განათებული, თავისი სარწყავი სისტემით. მოდი ყველაფერზე ვთქვათ და ვაჩვენოთ გეგმაც როგორია. კი. ეს არის ძალიან დიდია მართლა. ეს არის კახეთის გზატკეცილი და რეალურად 16 ჰექტარზე ეწყობა საქალაქო პარკი. ყველა ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც უნდა იყოს პარკში, არსებობს. ეს არის საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, როგორც თქვენ ახსენეთ, პარკურის ზონა, სკეით პარკი, ველოტრეკი, საბავშვო მოედანი, ძაღლებისთვის განკუთვნილი სივრცე, მშრალი შადრევანი, ყველაფერი იქნება მოწყობილი იმისთვის, რომ აქ არა მხოლოდ ამ უბნის მოსახლეობამ, არამედ ქალაქის სხვა მოსახლეობამ იაროს და დაისვენოს. ჩვენ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს წლის ბოლომდე ვასრულებთ, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება გაზაფხულამდე არის და უკვე მომავალი წლის გაზაფხულში გამწვანებული და დადგება რომ სტუმრები მიიღოს. მადლობა. მეგობრებო, აი როგორც გითხარით, ძალიან მაგარი პარკია, მიხარია, რომ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე, ახალი პარკი შეემატება დედაქალაქს. ირგვლივ უამრავი საცხოვრებელი კორპუსია, უამრავი ოჯახი ცხოვრობს და აი ამ ტერიტორიის ასე გამწვანება და გამოყენება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ჰქონდათ სურვილი, რომ კორპუსების მშენებლობა მომხდარიყო, ირგვლივ, ბევრი სამშენებლო სამუშაოებია, მაგრამ ჩვენ შევინარჩუნეთ ეს სივრცე 16 ჰექტარი, სადაც მთლიანად პარკის პროექტი ხორციელდება, რაც ძალიან მაგარია და მიხარია. ასე რომ მალე დავამთავრებთ სამუშაოებს, დაგემშვიდობებით, მშვიდობიან დღეს გისურვებთ ყველა საბადროებით.